საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის დედაქალაქში განსაკუთრებული პატივით მიიღეს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბუდაპეშტში, კარმელიტას სასახლეში შედგა, სადაც ირაკლი კობახიძეს მთავარი მასპინძელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დახვდა. მიღება პროტოკოლის სრული დაცვით გაიმართა, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ნაწილი იყო ერთმანეთისთვის მინისტრების წარდგენაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით იმყოფება. ამის შემდეგ ოფიციალური მოლაპარაკებების ეტაპი დაიწყო. პირველი იყო პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, სადაც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მთავრობათა შორისი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას. ყველას შურს მათი ჩვენც გშურს საქართველოსი 7%-იანი ეკონომიკური ზრდა ეს ხომ დიდი მიღწევაა. კლებადის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადის სახელმწიფო ვალი ამ წლების განმავლობაში ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია. ასეთი შედეგების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ასეთი შედეგების მიღწევა არის ძალიან დიდი ნახტომი წინ. ეს არ იყო იოლი ალბათ, მაგრამ ჩვენც უნგრელებს გვექნებოდა დიდი პატივი ასეთი შედეგი გვქონოდა. 2022 წელს, როდესაც გლობალური მეინსტრიმ ლიბერალები ცდილობდნენ ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორიც ახლა ვართ. დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთანაც ეშინია ევროკავშირს ბრიუსელს ბრძოლა. იმიტომ, რომ საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. ჩვენც გვინდა, რა თქმა უნდა, ამხელა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ დრო მოვა და ჩვენც გვექნება. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თავს საქართველოს მოკავშირედ და ევროკავშირის წინაშე, წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც საქართველო ბრძოლობს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ ხარდამჭერად. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ამ პროცესის ხარდასაჯერად. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაისვა კითხვებიც. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე ისაუბრეს. უნგრელებისთვის ძალიან ბევრი გრძნობა არსებობს და ცნება ყველაზე ძვირფასი მამაცობა არის უნგრეთში ასეთი გამოთქმა. მხდალერს არ აქვს ფასი და საქართველო ამის ფონზე დიდ პატივისცემას იმსახურებს ჩვენი მხრიდან. სოროსის ფონდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება გადაეგდვარა და საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერაა არჩეული. იგივე ხდება უნგრეთშიც, ოღონ სხვა მასშტაბით. ჩვენ უნდა დავდგეთ მტკიცედ ამ გლობალისტების წინააღმდეგ. გლობალისტები კარგავენ ბრძოლას, მარცხდებიან და შემდეგში კიდევ უფრო დამარცხდებიან ყველა კონკრეტულ ქვეყანაში. ევროპაში, იმიტომ რომ კარებზე როცა გვესმის კაკუნი, ეს უნდა იყოს მეგობრული კაკუნი. ორ წელიწადში, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით, კიდევ უფრო სხვანაირი სიტუაცია იქნება. გლობალისტები არიან სხვა პროგრამის მხარდამჭერი და ორ წელიწადში ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში და საქართველოს მომავალიც ძალიან ნათელი იქნება და ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის ევროკავშირის კარი. ხშირად რომ არის არასწორი პრაქტიკა, მათ შორის დაფინანსების, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის დაფინანსების პრაქტიკაც ისეთი ინსტიტუციების მხრიდან, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ევროპულ ბიუროკრატიასთან. ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო პროცესებში ჩარევის პირდაპირ პრეცედენტები და ზოგადად ხედავთ, რომ სათანადოდ არ სცემენ ხოლმე პატივს საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტს, რაც ჩვენთვის არის ძალიან დასანანი. ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა რომ დარჩეს მომავალში სამართლიანობის სიმბოლო. პრესკონფერენციის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრებმა მთავრობათა შორისი კომისიის ოქმს მოაწერეს ხელი. სამინისტროებმა კი ურთიერთგაგების მემორანდუმები გააფორმეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა. შერებულებითი ერთიანობა არის ის, რაც ვფიქრობთ აძლიერებს პარტნიორობას და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენს ხელისუფლების შორის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადაგეხადოთ თქვენ განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგეხადოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე თქვენი განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, როდესაც საქართველომ შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება
ამაში თქვენი დამსახურება იყო განსაკუთრებული. მიყვარს სამშობლო, ვარ ჩემი ქვეყნით ამაყი. ასეთი ფრაზები უკვე სირცხვილად ითვლება დასავლეთში და აღარ გამოიყენება, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ამ სიტყვების თქმა და სიამოვნებით უმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც ასეთივე გრძნობები და სენტიმენტები გააჩნიათ ამ ფრაზების მიმართ. თქვენი ვიზიტი არის ჩვენთვის დიდი პრივილეგია იმ შედეგების გამო, რაც გაქვთ ქვეყანაში. ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება. თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი. ვიზიტის ფარგლებში უნგრელ კოლეგებთან ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდათ ქართულ მინისტრებსაც. ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან ისაუბრა. ეს ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს ერთად ვიმშველოთ სწორედ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე სხვადასხვა სექტორებში. შეხვედრების დროს აქცენტები გაკეთდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს უნგრეთის ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა. უნგრეთიდან ძალიან რეალისტურია ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში. უნგრეთი ნელ-ნელა ინტერესდება ჩვენი რეგიონით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთით, სამხრეთ კავკასიით. ვფიქრობ, რომ ეს იქნება თანამშრომლობის საინტერესო მიმართულება. შეხვედრები გამართეს ძალოვანმა მინისტრებმაც. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები უნგრელ კოლეგებს შეხვდნენ. მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარი ჰქონდა არსებული მემორანდუმებისა და შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგებზე, ასევე საუბარი ჰქონდა სამომავლო გეგმებზე, რომელიც შეეხებოდა პოლიციის ატაშების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებას და მიგრაციას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სპორტის სფეროში. შალვა გოგოლაძე უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა, რომელიც სპორტსაც კურირებს. უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა უმასპინძლა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს. შეხვედრები გამართეს კულტურის, იუსტიციის, განათლებისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრებმაც. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე სამედიცინო მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ჯანდაცვის მინისტრმა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად სამედიცინო მიმართულებით აქვს მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, როგორც ფარმაცევტიკის მიმართულებით, ისე სამეცნიერო კვლევით მიმართულებით უნგრეთს და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობები აქვს ამ ქვეყანას და იქნება ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ახლო მომავალში განსაკუთრებულად წყალბურთში, მათ სურვილის ნაწილში ახლო მომავალში გავცდით მწვრთნელებს, რომლებიც გადაემზადებიან, რომლებიც მომზადებენ ჩვენ სპორტსმენებს. ასოცირებით ნაკის ვალდებულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი და ნაწილი ეძღვრება სოფლის მეურნეობის სტანდარტების ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის უნგრეთის გამოცდილება ამ ნაწილთან მიმართებით. ძალიან მოეწონათ ჩვენს მიერ დანერგილი ისკულის, და მასწავლებლების ისახლის პლატფორმა, რომლის პრეზენტაციაც, ასე ვთქვათ, ჩვენ გავუმართეთ და ძალიან მალე გვეწევია ვიზიტი უნგრეთიდან, რომელიც ამ სისტემებთან დაკავშირებით უფრო მეტ და დეტალურად შეისწავლიან. პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში ბოლო 2 კვირის განმავლობაში მეორედ იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტს და ეროვნული ასამბლეის სპიკერსაც შეხვდება.